ჩემი რჩევა იქნება და რეკომენდაცია, რომ პაციენტის მიყვანა მოხდეს 3 წლის ასაკიდან. რატომ? ამ შემთხვევაში ორთოდონტი რას აკეთებს? უბრალოდ ათვალიერებს ბავშვს, გარკვეულ სტრესს უხსნის, სავარძელში საუბრით გარემოს ეჩვევა ბავშვი, ხდება პირისყრუს დათვალიერება. ხშირად მშობლებს გამოეპარებათ ბიშეს ბალიშებიდან გამომდინარე, თუ როგორ ღეჭავს, ცალმხარეს ხომ არ ღეჭავს, იმიტომ რომ თუ ცალმხარეს ღეჭავს, შეიძლება სარძევე და მუდმივი კბილები ცალმხარეს იყოს გადანაცვლებული და ჩვენ ბიშეს ბალიშებიდან, პუტკუნა ლოყებიდან გამომდინარე ვერ შევამჩნიოთ ეს ყველაფერი და სამომავლოდ ჩვენ მივიღოთ ჯვარედინი თანკბილოა. ასევე უნდა მივაქციოთ მაწოვარას, თქვენ ახსენეთ მაწოვარას გახანძრებული გამოყენება, თითისწოვა და ასე შემდეგ. ამას ხომ არ აქვს ადგილი. ამისი საპროფილაქტიკო აპარატები უკვე საბედნიეროდ არსებობს. ადრე არ არსებობდა, ეხლა უამრავი საშუალება არსებობს. მათ შორის მაწოვარას ჩამანაცვლებელი სპეციალური ორთოდონტიული აპარატებიც კი არსებობს. მოკლედ, აი რამდენ საინტერესო ამბავს გეუბნებით. ასევე 3 წლის ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ ფუნქციური ტიპის აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ, აი თუ არის პირღიაობა, ხო, რომელიც არის აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ პირშიგნითა და პირგარეშე კუნთების წონასწორობის აღდგენას და რომელიც გვეხმარება უკვე ყბაკბილთა სისტემის ჩამოყალიბებას.